სადღაც 2000 წელს, 2001 წელს უკვე ბიძაჩემა შემიყვანა ჭიდაობაზე, ჩემზე ვიცოფელი იყო დიცი. ეხლაც არის, ოკუპირებულ ხაზთან არის და იქ დავიწყე ჭიდაობაზე სიარული, ძიუდოში ჭიდაობდი ხოლმე. იქ რამოდენიმე წელი ვიყავი და შემდეგ დაგვინგრიეს ეს კომპლექსი და გადავედი უკვე ერეთში, დღესდღეობით ოკუპირებულია და იქ დავდიოდი 2008 წლამდე. სხვათა შორის კარგად ჭიდაობდი, ბევრს ჭიდაობდი ხოლმე, უბრალოდ ფინანსების გამო ბევრი ისეთ ტურნირზე ვერ წავედი, სადაც უნდა წავსულიყავი და სადაც შეიძლება შედეგი დამედო. ქართულებს უფრო ხშირად ჭიდაობდი, რადგან სოფლებში ტარდებოდა და სულ დავდიოდი. მეზობლებიც ისინი სულ მეხმარებოდნენ, მანქანა მათ ყავდათ, მივყავდი ხოლმე და ჭიდაობდი ხოლმე რა. 2008 წელს კიდევ ომი რო დაიწყო, წამოვედი სოფლიდან და შემდგომ მერე უკვე გორში ბიძაჩემა მივიყვანა კიკბოქსინგზე ბოაჯანიზაშვილთან. მივედი იმის გამო, რომ თავდაცვა რაღაცა მესწავლა ისეთი ის იყო რა. 16 წელს ვიყავი 15-ის რა. იქიდან მერე 2 წელი ვიარე კიკბოქსინგზე, გავაკეთე კარგი შედეგები. მსოფლიო თასი მაქვს მოგებული ირანში, საერთაშორისო ტურნირი სომხეთში. და მერე 2010-ში გიორგი გავიცანი საქართველოს ატარებდა საქართველოს ჩემპიონატისთვის ბიჭებს ეძებდა და მაშინ გავიცანი გიორგი პირველად გიორგის ბიძაშვილი არის, ჩემი მამიდაშვილი, ისე პირადად არ ვიცნობდი. გიორგის და იქიდან ვიცოდი, რომ იყო კაბულაშვილი, რომელიც აზანზარებდა ყველაფერს და ვიდეოებიც ისინიც ნანახი მქონდა და ბევრ რამე ვიცოდი, მაგრამ ესე დაუსწრებული რა. დღეს რაც ვარ, გიორგის დამსახურება ეს ყველაფერი. 2010-ში რო გავიცანი, ჩაატარდა საქართველოს ჩემპიონატი. პირველ წელს მეორე ადგილი ავიღე. იქიდან მერე გიორგი რო შემხედა ალბათ დაინახა ჩემში რაღაცეები, რავი, რაც შეიძლებოდა. დაინახა, შემოთავაზა თავისთან წამოსულიყავი სამსახურში ის ფინანსურათაც ძალიან მიჭირდა, რავი, მაგაზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს, ყველა მიცის. რა ცხოვრებაც ამა გამოვლილი და იქიდან უკვე ნენელა ესე გვერდი მოვდივართ უკვე ამდენი წელია. 2015 წლამდე თითქმის ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. უკრაინაში მიწევდა ხოლმე წასვლა, წელიწადში ერთხელ ბრძოლობდი, ჩამოვდიოდი, ბოქსებს ჩხუბობდი ხოლმე პროფესიონალებს და მარტო ვარჯიშები თითქმის რა. 2014-ში კიდე გურამი რო დაიღუპა, გუგენიშვილი. წავიდა ლაპარაკი, რომ ემერთმა ჩატარებულიყო და თებერვალში 2015 წლის თებერვალში ჩაატარეს და მაშინ ჩამოსვა გიორგი ამ ორგანიზაციაში და მაშინ ვიბრძოლე პირველად ემერთში და რომ მოვიგე ხელშეკრულებაც მომწეს და 3 ხელშეკრულება დავამთავრე ამ ორგანიზაციაში. მაგარ ბიჭებთანაც ვიბრძოლე, ზოგიც დავმარცხდი, ზოგიც მოვიგე. წამოვედი ესე ნენელა წინ და წინ რა. 2008-ში ომი რომ მოხდა, რომ წამოვედით, დავბრუნდი გორში, თბილისში ცხოვრობდით ხოლმე იქ კლდანში რომელიღაცა სკოლაში და გორში რომ დავბრუნდი, ცოტა რომ დაწყნა და გორში რომ დავბრუნდი, მე კომბინატში თენაძეებთან მივედი ისევ ძიუდოზე რა, იმიტომ რომ მინდოდა ეს ძიუდო ძალიან მინდოდა რა. და ამასთან პარალელურად კიკბოქსინგზეც შევედი რა, უბრალოდ რაღაცები მესწავლა, თავი დამეცვა ქუჩაში თუ რაღაცა იქნებოდა რა და იქაც დავდიოდი რა, ორივეგან დავდიოდი ისე და ერთი სადღაც თვენახევარში, 2 თვეში კიკბოქსინგში იყო შეჯიბრი რა და წუთნელება შემოთავაზა, ხო არ წამოხვიდოდიო რა და წავედი და რო ვიჩხუბე მოვიგე რა, პირველი ვეჩხუბი და აქედან გამომდინარე იმას ქნა რა, დაინტერესდა რაღაც ჩემში ორგანიზმში წამოვიდა ესეთი მოხდი, რომ შემეძლო რომ მეჩხუბა სხვანაირად უკვე რა და ხო ვიცოდი ხა ძიუდოდან გამომდინარე სულ ფული მინდოდა და ბევრ რაღაცაში ვერ მივდიოდი წინ, იმიტომ ფული იყო საჭირო რა. და კიკბოქსინგზე კიდე როცა იყო შეჯიბრებები და ის ერთი უფროსი ძმა იყო გორში, რაღაც დაწესებულების უფროსი იყო და კობა, ჩემი ძმა, ჩემი რა დამაუწყეს მაგას.
სულის მაძლევდა ხოლმე ამ ფულებს რა შეჯიბრისას რა 15 ლარი 20 ლარი სასტარტო რაც იყო ხოლმე შესაძლებელი და სულ ეს მაძლევდა ხოლმე და მიწევდა ხოლმე ესე წასვლა თითქმის ჩემი ფული არ იხარჯებოდა არც ქონდა რო ეთქვათ რომ მომეცრო ვერ მიცემ იმიტომ რომ არ ქონდა და ამის ხარჯზე დავდიოდი სულ შეჯიბრებებზე და იქიდან გამომდინარე გავიზარდე ესეთი ის რა ძალიან ბევრ შეჯიბრებებზე მივიღებდი ხოლმე მონაწილეობას გვერდში მიდგა ძალიან რა და აი ფულზე პრობლემა არ ქონა ამ შემთხვევაში რომ შეჯიბრისთვის ფულის შონა არ მიწევდა ხოლმე რა უბრალოდ გზისა სულ მიწევდა და სუწვალება რთული გზა იყო ესე ურთულესი დღეს რო ვფიქრე უყურებ იმ ცხოვრებას უბრალოდ რანაირად გავძელი ეგ აი წარმოუდგენელია რა ალბათ არ ქონამ და იმის სურვილმა რომ რაღაცა შემექნა ცხოვრებაში ამან მომიყვანა აქ თორე ჩემთან დღესაც არ არის ბევრი რაღაცა სოფელში ისეთი როგორც უნდა იყოს და მით უმეტეს იმ წლებში საერთოდ არაფერი არ შეუდა მით უმეტეს მესამე ყავს და პატარა და ისე ვიზდებოდით მე და ჩემი ძმა რომ ყველაფერი დასუნა მისცე და კაცები ვართ და ყველაფერს ვიკლებდით რომ ჩვენ დისთვის მიგვეცა რა და ხან მართლა ხა სამი შვილი მყავს ხან ისე ვიყავი რომ ვაშლიც აღარ მქონდა რომ ვაშლი მეჭამა და ისე და მეძინა ხოლმე რა მაგრამ მარტო მე არა ჩემი მომშვილი მაგრამ დღეს ღმერთს მადლობა ჯანმრთელი ვარ ესე ვარ მყავს ოჯახი მეუღლე სამი შვილი ორი ბიჭი და ერთი გოგო და ვიბძვი მათთვის და ჩემი ქვეყნისთვის ჩემი გუნდისთვის ჩემი წვრთნელებისთვის და ამაყი ვარო ესეთი ხალხი და ესეთი მართლა ადამიანები და კაცები არიან ჩემ ცხოვრებაში რომლის იმედიც ყოველთვის მაქვს პირველ რიგში გიორგის ჩემი ყველაფერი ჩემი მეჯვარის არის შემდგომ ბავშვის ნათლიაც კიდე რომ არ შემიძლია სიყვარულის გამოხატვა რა ზოგადად და ცდილობ რაღაცით ვანახო რომ ის ადამიანი ჩემ ცხოვრებაში არის ყველაფერი რა იმის გარეშე მე არაფერს არ წყვეტავ რა ყველა მის და არც გადავწყვეტავ იმიტომ რომ მართლა აი ყველაფერში მარტო სპორტში არა ისედაც რომ მიჭირდა ყოველთვის ფულის ის ჩაცმა გინდა ის გინდა და მე ესეთი ცხოვრება რომ გამოვიარე და დღეს ესე ვარ დღეს ბევრი რაღაცა შევქმენი იქიდან გამომდინარე რომ გიორგი მიდგას გვერდში იმ ყველაფერს ვერ დავივიწყებ, უბრალოდ ვერ დავივიწყებ, ესე ავდგე და დავივიწყო არ არსებობს ეგეთი რაღაც. მირჩვენია სპორტს დავანებო თავი და ბევრი რაღაც სხვანაირად შევცვალე, ვიდრე მე ის გამოვლილი ცხოვრება და გვერდში ის დამიდგა, ის დავივიწყო რა. და იმიტომაც ვარ დღეს ესე რა. პირველი ჩხუბია როგორც გითხარი გურამის სახელობის ტურნირი რო ჩატარდა, მაშინ ვიჩხუბე, ალიევს ვიჩხუბე, როგორ მახსოვს. სასონხეში გავიარე ჩეკრება თან და ისეთი დრო იყო, ისეთი პერიოდი იყო უკვე, რომ ძმაკაცი და მეცაც ხვირზე ქუსლი ჩამარტყა, ძირს ვიყავი და უბრალოდ ის ეცემოდა და ქუსლი მოხდა ცხვირში და თან გატეხილი მქონდა ცხვირი რა. და დაიწყო ჩხუბი და ის მომხვდა პირველი და წამომივიდა სისხლი და ერთი იმის შეგრძნება მქონდა, რომ საჭს არ გავეჩერებინე და ექიმს არ მოეხსენი რა, ისე მწყუროდა ჩხუბი და თან ამ ხელა დონის სპორტსმენი გურამიზე ვაფანატებდი და სადაც მიძლევა საშუალება ყოველთვის მიუძღვნი ჩემ ბრძოლას მას რა. და აბა მაგის ვიდეოებზე ვიზრდებოდი და არა მარტო გურამის ემერტს უყურებდი, რაც შეიძლებოდა უკვე ტელეფონთან წვდომა მქონდა და ინტერნეტთან, სულ უყურებდი და ვინც ვინმე არსებობს ზოგადად MMA-ში ყველა მანდიდან მოდის და ყველა მან ჩხუბობდა. მოვიგე, დავახჩე მახჩუბილათი მოვიგე ის და მთელი სპორტის სასახლე, ძველი სპორტის სასახლე იყო საავსეჭე. აი მაგდენი ხალხი სადაღარა მაქნა ჩხუბარი არ მინახია. გადაჭედილი იყო კი არა რა, ინგრეოდა დარბაზს და იმხელა ემოცია და იმხელა სტიმული და ის მომცა რომ სულ ვარჯიშობდი იმის მანამდეს და იმის მერე კი უფრო მეტი мотиваცია მომეცა რომ თან მაშინ პირველად ავიღე $1500 პლუს 500-ზე რა ეს იყო ჩემთვის რაღაც სასწაული რა ხელა ფული ერთ ჩხუბში მეთქი უკვე რაღაცა და იქიდან უკვე რომ მომცა გიორგიმ რო თქვა რომ კონტრაქტს გვაძლევენო და
ისო მოვაწერეთ ხელი და მე უკვე დაიწყოს დადასდა და მალე მიწევდა და ყველას უვლიდი იმენა ისეთი ჩხუბები მქონდა ჩატარებული ზოგს ყავს ტეხავდი ზოგს რა და ისეთ ხალხში ვხდი რა ჩხუბზე თითიც მოვიტეხე ხელი დღესაც მეტყობა ეს 2016-ში მაგრამ ვერც გზნობდი ისეთი ადრენალინი მაწვებოდა 12 ჩხუბი ემერჩ და მივიდიოდი ესე ნენელა რა და როცა მომიწია კამარზე დამირის მაგულოში ვხდი ჩემპიონი იყო ის და 5 რაუნდიანი ბრძოლა მქონდა დღესაც რო ნახავ მილიონობით ნახო აქ მაგინას და ისეთი დაძაბული ბრძოლა იყო მოსკოვში ვეჩხუბე და წავაგე რა და წავაგე არაფრით არ წამიგია მაგრამ გავიდა დრო და მე ვადიმ ფიქშტეინი ვინც იყო იმერთის დირექტორი და ის მაშინ მითხრა რა რომ უბრალოდ არ გამოდიოდა რუსეთში შენთან ეგრე მოგვეცაო რა აღარ ეგრე იყო საჭირო ალბათ ეგრე იყო მაგ ჩხუბის შემდგომ შვილი შემეძინა უფას მადლობა ესე იგი ეგრე იყო საჭირო რომ უნდა წამეგო კამარზე ბრძოლა რა მივიდიოდი ისე ვიბრძოლე ისე და წავედი წინ და მანამ პანდემია დაიწყებოდა ქონდა ბრაზილიელთან შეხვედრა მაგ ბრძოლისთვის გავიარე შეკრიბა იმაში აზერბაიჯანში ვიყავი დაიწყო ჩხუბი მანამ ჩხუბი დაიწყებოდა სასტუმროში ხო ხდებოდი ის ჭამაზე აწონებზე და დამცინოდა რა ირონიული გამოხედვა ქონდა მაღალი იყო ჩემზე და სულ რო შეხედავ ადამიანს ხო ხდები რა გცნობა და დამცინოდა რა ყველა მაღალი ხდება რა არავინ არ არის ჩემი სიმაღლის და ეს ჩემზე არ მოქმედებს მაგრამ ზოგადად უფრო მაგიზიანებდა და უფრო გაბრაზებული ვიყავი იმაზე რა რომ მეთქი ეგრე არ უნდა მიყურო რა ზევიდან როგორც კი დაიწყო და სადღაც წუთიც არ იყო გასული და მოუწყვიტე იმენა გავთი შეუგონო დავაგდე რა მაგ ჩხუბის მერე იყო ლაპარაკი რომ უნდა წავსულიყავი უკვე UFC-ში რა უყურებდნენ და ჩამოვედით ყაზახეთში იყო ეგ ბრძოლა ჩამოვედით მე ცოტა მივლაგდით და რომ უნდა დამეწყო უკვე საბუთებზე მოძიება ის და დაიწყო პანდემია დაიკეტა ყველაფერი მომიწია ყველაფრის გაჩერება ისე არც ხელფასი არც არაფერი და ესე მე და კაბულა ნენელა როგორღაც გავდიოდით იქ ჩემი ოღლის ოჯახი ის ეხმარებოდა და ნენელა გავიტანეთ და უკვე რომ თავდებოდა ამდენი ხანი ესე ცოლშვილი ისე ხო ხდება და თავდებოდა პანდემია კიდევ იყო ლაპარაკი რომ UFC-ზე ბარაღდა უბრალოდ ისეთი პერიოდი იყო რომ უნდა დავლოდებოდი რა რომ უნდა გავჩერებულიყავი დავლოდებოდი რომ მომიწევდა ჩხუბი და უბრალოდ ხელფასი არა ის არა და ფინანსების გამო ავდექი და ვერ მოვითმენდი რა ეხა 6 თვე და შეიძლება 8 თვეც მომწეოდა გაჩერება და მოვაწერე რუსულ ორგანიზაციაში მე ისე კონტრაქტს ხელი რა AC-ში მანდაც ინციცის MMA ყველა მიცი რომ მანდარიან ცხოველები რა 6 ჩხუბიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და 4 ჩხუბი ვიჩხუბე 3 მოვიგე 1 წავაგე რა და ბოლო ორი ჩხუბი რო დამჭა გიორგის მეგობრები არიან და სთხოვა რომ გამოვეშვი მე მაგ ორგანიზაციიდან და იყო ლაპარაკი რომ ისე რაღაცა გაგვიკეთა UFC-სკენ წავსულიყავით რა მე რამდენი სამაქ ნაჩხუბარი ზოგადად და ვისთანაც სამაქ ნაჩხუბარი ქართველი არავინ არ არის მაგდენი ნაჩხუბარი კონდეს და ეგეთი პროსა ესენი გამოჩნდნენ ღმერთმა გაუმარჯოთ მოხდნენ იქ სადაც საჭიროა რა უბრალოდ თორე იქ ჩხუბი და აქ ჩხუბი განსხვავდება რადიკალურად იმიტომ რომ ესენი ყველა გაჩხერილი არის აი მენა დოპინგზე არიან სასწაული კაც რო ურტყავდა ვაფშე რა გზნობს ისეთი ის არის რა ფსიქოლოგიაზეც მოქმედებს რა იქ კიდე სხვა ის არის რა აი ნებისმიერ ადამიანი ხა UFC-ს მებრძოლი და მე რო დამაყენო იტყვის რომ ეს ვინ არის ჩემს გაწევენ გვერდზე რა ჩემდენი ჩხუბს ისინი კი არა რა წლები ვერავინ ვერ ჩაატარებს რა 36-8-ზე მაქვს რა შერდო
საქართველოს ჩემდენი არავის არ აქვს ნაჩხობა, ჩემდენი მოგება ვაფშე და არ გამიმართლა ამ ხრივ, ვერ დავტოვე ძმაკაცობა, ვერ დავტოვე ოჯახი, რაღაცა მაგიტო წეგანაცხო გითხარი, ამის ვერ დავიწყებ რა. და მე ვიწყებინა წავიდოდი და აი ეხა ვიქნებოდი დიდი ხნის მოხვედრილი UFC-ში. არა მე ძმაკაცობას და ურთიერთობას ვერ გავცვლი ვერაფერზე რა, სპორტი რა ამდენი ხა. ღმერთმა ქნას ჯანმრთელი იყო და ხელი მოგტყდება, ფეხი მოგტყდება და всё, შენ სპორტი დამთავრდა. კაცობა და ძმაკაცობა ხო უნდა არსებობდეს. ჩემთვის პირველი და პრიორიტეტული ყოველთვის ეგრეა და ყოველთვის ესე იქნება, ოჯახი, ძმაკაცობა და ურთიერთობა. პატივისცემა. იქაც არ გამოვიდა, შევედი საელჩოში და კიდე ჩამერტყეს უარი რა. არ მომცეს ვიზა და რაღაც არ მომცეს აუდექი და პოლონურ ორგანიზაციაში მოვაწერე მე ხელშეკრულება KSU-ში. 4 ჭუბიან კონტრაქტზე მქონდა ხელი მოწერილი და დებიუტი ვერ წავიდა ისეთი რა. წავაგე პირველივე ბრძოლა KSU-ში და გაგიჟდნენ თან ისეთან წავაგე რომ არ უნდა წამეგო მაგასთან არასდროს რა. და სულ გაგიჟდა იმენ ორგანიზაციას, ისე როგორ მომიგო რა, პროსტა წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ხელისბალეოზე მოყევი რა რაღაც ისე რა. თან ეგრევე დაიწყო თუ არა ბრძოლა რა. მე გამაჩერეს მე ჩამისვეს ესპანელი თოფურიას გუნდელი ჩამისვეს. დიდი იყო რა იმენა, ვებერთელა კაცი იყო. 3 რაუნდი ქონა მაგასთან ბრძოლა, აი მაგარი ბრძოლა მქონდა რა. ეს ჩამოვედა ტავრავა ეს ხელი ესე მქონდა აი. ოკეი, ბრძოლა მაგრავცემი რა. და მე კაი ხანი გამაჩერეს რა, აღარ მაჩხუბებდნენ. 7 თვე გამაჩერეს რა, 7-8 თვე ვიყავი გაჩერებული, ეძებდნენ ვიღაცას უნდა ჩაესვათ ისეთი რომ ან წამეგო რაღაცა და ერთი პოლონელი ლეგენდა ჰელდი რა, ყველა მიცის UFC, ბელატორი, ყველაფერი მოვლილი ქონდა რა. პარტერისტი იყო სასწაული რა, ყველა სჭიმავდა რა. ჩემი ბრძოლის წინ დუბაიში ჩატარდა გრეპლინგში თუ რაღაც ჭიდაობა და გურამის შეხვდა ქუთათელაძეს რა. მოუგო გურამის გაჭიმა ხელზე რა. აი ძალიან მაგარი ბიჭი იყო რა. ჩამნიშნეს მაგასთან და ყველა მიცოდა რომ მე მაგასთან შანსი არ ქონდა, იმიტომ ისეთმა მომიგო პირველივე ჭხუბი ხელისბალეოზე რომ მაგასთან აი ვაფშე არანაირი შანსი არ ქონდა და მაგის ქალაქში ვიჭხუბე თან და წავიდა ყველა ინტერვიუ, ყველა ესვა თელი ამ გულშემატკივრები მარტო ამისია და თან მაგარი ნაცისტი ხალხია რა, ჩვენც ხო ვართ, მაგრამ ეგეც ვაფშე და მეთქი რა მიშვრობა გრიგზე ვართ მე და ის ვინც არ უნდა ყავდეს რა გარეთ რა მილიარდი იყოს თავარი რიგთან ვინ არის ჩემ წინაშე ვინც არის ყველა არის ჩემი წინაღობა და ის რო გადავლახო თუ მინდა რომ წინ წავიდე და დაიწყო ჭხუბი და დაავიწყე მე ეს ჭხუბი და წავიდა ჭიდაობა ეგრევე პირველი რაუნდი სულ მე ჭიდავა სულ ხანსად გადავიდა ბალეოებზე რა და პირველი რაუნდი წავაგე ეგრე რა ბალეოების მოძრაობით და იმითი აქტიურობა იმისი იყო მე სულ თავს ვიცავდი და პირველი რაუნდი დამთავრდა და მეორე რო დაიწყო ისევ წავიდა მე დაუწყე ეგ ჭიდაობა და წავიდა ჭიდაობა დამიტრიალდა და ქუსზე მიდიოდა და მაგ მომენტში ვიგძენი კუთხემაც დამიძახა და გააუშალე ხელი მარცხენა და ყბაში მოხვდა და დავაძინი ადგილზე დავტოვე და ვაფშე სულ გაგიზდა ორგანიზაცია ვისთან წავაგე და მე ვის მოუგე რა და მე უნდა წასულიყო ლაპარაკი პირველ ნომერთან მიწევდა ჭხუბი და მაგის მე უკვე ქამარი მე 4 ნომერი გავხდი მაგითი რა და პირველ ნომერი და საფრანგეთში უნდა მქონდა შეჯიბრი და ისე გამიწელეს დრო აღარ ჩამსვის გამივიდა კონტრაქტზე ვადა რა და რო წავიდა ლაპარაკი რატო არ მაჩხუბი ხელშეკრულებაზე ვადა გაგივიდაო რა და всё დავრჩი ისე რა და მე უკვე ეხლა დღესდღეობით სადაც ვარ ну ხან GFC-ზე ვჩხუბობდი ხანისა და GFC-ის კამერებიც მოვიგე 66-ში 70-ში მე დღეს სადაც ვარ ბრეივში წავიდა მოლაპარაკება მოვაწერე ხელი 32 თვიანზე მაქვს კონტრაქტს ხელი მოწერილი და პირველი ვეჭხუბე ეგრევე კამარზე შემომთავაზეს რა კამარზე ვეჭხუბე ვინც ჩემპიონია დღესდღეობით რა მაგარი ბრძოლა მქონდა 5 რაუნდიანი ბრძოლა მქონდა ყველამ ნახა და
დღესაც კი აი ბოლო ჩხუზე რო ვიყავი ჩასული ჩინეთში ბრეივის ორგანიზაციაში მაშინაც კი იგივეს მეკითხებოდნენ რომ სულ ყველა მაგას ისახდა რომ მე მოვიგე და რა აზზე ვიყავი და როგორ ფიქრობდი და ის მაგრამ ფაქტი და მნიშვნელობა ის არის ხელს ვისაუწევენ თორე ყველამ კი იცი რომ მე მოვიგე მაგრამ ხელი იმას აუწიეს და ჩემი კამარი იმას აქვს დღეს მაგრამ დროებითია რეალურად დღესაც რო უყურო ამ ჩხუბს 4-1 მოუგე 4 რაუნდი მოვიგე 1 მეორე რაუნდი წავაგე და დანარჩენი მე მოვუგე მაგრამ რაღაც ჩემპიონია და მე 5-ს რო გეჩუქებინა მე 5 რაუნდი მაინც მოგებული მქონდა 3-2 მაინც მოგებული მქონდა მაგრამ არ მოწ თვითონ ყაზახი საჯიც არის საერთაშორისო იმასაც გაუგზავნეთ ეს და ყველა აღიარებს რომ ჩემი იყო ეს ბრძოლა რა თვითონ სულ ყველა იქაც ამ ჩხუბის დროს ყველა მე მილოცავდა უკვე წარმოიდგინე ისე ვიყავ უეჭველი ვიცოდი რომ ჩემი იყო რა აი როგორ დარწმუნებული ვიყავ იცი იმიტომ რომ ვერაფერში ვერ გამიქაჩა რა ვერაფერ უწეს იმას ხელი დაიცვა ხელი კამარი მე-13 რა ჩემთან დაიცვა გამოვიდა ეგრე მე-13 რა მე არიან ისეთი ხალხი ყაზახეთში ვინც იცნობენ მაგასაც მეგობრობენ და მითხეს რომ გაგირბისო და ჩემი ჩხუბის მერე ამერიკაშია ის რა და ელოდება იმას რომ სავარაუდოდ ყველა საზრია რომ ხელშეკრულების ვადას ელოდება რომ გაუვიდეს რომ წავიდეს რა US-ში უნდა წასულა რა მაისში შეუმთავაზეს ხვალ ზეგარის ეგ ივენთი როცა მე უნდა მეჩხუბა მაგასთან კამარზე რა და უარი მითხრა არ მინდა მაგასთან ჩხუბიო ჯერო რა ეს უფრო ადასტურებს იმას რომ დრო გაყავს და წელავს რა რომ წავიდეს ორგანიზაციიდან და ჩამისვეს ისევ ყაზახი მებრძოლი მეორე ნომერი არის პიროვნულადაც ძალიან მაგარია და სპორტსმენადაც ძალიან მაგარი ბიჭი იყო და აპრილში ჩამოსვეს ჩინეთში მაგასთან და 18 აპრილს ვებრძოლე 3 რაუნდიანი ბრძოლა მქონდა აი მართლა მაგარი ბრძოლა მქონდა და მოუგე და ვამარცხე და ისევ მიწევს ტიტულზე ბრძოლა უბრალოდ დროის ამბავია რა რაც მე მეკუთვნის იმას ჩამოვიტან შემდეგი გაჩერება კიდევ UFC იქნება აუცილებლად რა აი ბრეივის მერე გადაწყვეტილი მაქვს ნალაპარაკებელიც მაქვს ოჯახთან რომ მომიწევს სიტყვაზე 6 თვეს და წელიწადიც გაჩერება მზად ვარ იმისთვის რომ გავჩერდე და დაველოდო მხოლოდ UFC-ს რა ჯერ იმიტომ რომ ჩემი თავი გამოცადო საკუთარი თავი იქ და რატო დღეს ახლა მე ხვალაცო დავამთავრე სპორტი მე იმდენი გავაკეთე ღმერთს მადლობა ამდენი შევძელი რა და რატო ვარჯიშობ მხოლოდ აქ მხოლოდ ჩემ დარბაზში ჩემ გუნდელებთან ჩემ წვნელებთან და არ გავრბივარ არსად რა აქ ვემზადები ყველა ჩხუბისთვის რა ჩემ დარბაზში ვარ და არ აქვს ხალხს ზოგადად ეხა ბიჭების ახალი თაობა მოდის არ აქვს ყველას იმის შესაძლებლობა რომ წავიდეს სიტყვაზე ევროპაში და ევროპიდან წავიდეს თუნდაც US-ში თუნდაც მაგარ ორგანიზაციებში და იმიტოც არ მივდივარ რომ აქედან მინდა გავაკეთო ისეთი რაღაცა რომ ყველა იყოს დარწმუნებული იმის რომ რაღაც არ აქვს იმის საშუალება რომ აქედან შეუძლია რომ იქ მოხდეს ისეთი ჩხუბები და ისეთი ძლიერი ორგანიზაციებში იჩხუბოს სადაც დიდი პერსპექტივა აქვს და ყველა იმისთვის ჩხუბოს რომ ფული იშოვოს და ოჯახს ფინანსურად დაეხმაროს და თუნდაც კარგა იყოს მაზოხისტები ხარ არავინ არ ათქოს კი გიყვარს ბრძოლა და ის მაგრამ ყველა ჩხუბოს იმისთვის რომ ფინანსურად კარგად იყოს და ჩემი ამ ქმედებით მინდა რომ ყველა ნახოს რომ აქედანაც შეუძლია დიდი დონის სპორტსმენი გახდეს და ღმერთს მადლობა მივდივარ ნელ-ნელა იმ გზამდე რომ ეს ნახოს და ახალ თაობასთან ერთად ვარჯიშობ, რაც ვიცი, რაც არ ვიცი, ვსწავლობთ ერთად, თუნდაც ტრენერები, თუნდაც ისინი და ერთად ვქნით ამ ყველაფერს, რა, რა თქმა უნდა, გიორგის დამსახურება ეს ყველაფერი ერთმანეთს ვავსებთ, რა. უბრალოდ ერთი შანსი მოძე მეტი არ მინდა, პრასტა ერთხელ მაჩხუბონ და დავანახებ რომ იქ უნდა ვიყო რა, და გადაული ხალხს რა, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება ხა ვინც იცნობს ყველა მის რომ არაფერს არ ვიკეთებ და სუფთა ვარ რა.
ეხაც ბაიოვის სამბოზე დავდივარ ხოლმე, ეხლა ევროპის ჩემპიონატი იყო 18 აპრილს რო ვიჩხუბე 19-ში ჩამოფრინდა 20-ში გავფრინდი საბერძნეთში და 4 ჩხუბი მომიწია სპორტულ სამბოზე რა და სულ მომოწმებენ იქაც რა სულ დოპინგ კონტროლია სულ და არაფერს არ ვიკეთებ და არ გამიკეთებ და არ ვიკეთებ და ვიცი ჩემი შესაძლებლობა რაც არის და იქაც ჩემნაირი ნარავნი ადამიანი რო დამიდგება ხო როგორც მე ვარ სუფთა და ისე რო დამიდგება აი დარწმუნებული რომ არავის არ აქვს ჩემ წინ იმისისა რა შანსი რომ მე მომიგოს რა ეს გამოცდილებაც დავდივარ ხო რა აი იმენა რომ აი რო დავცხები მოვაჭრი თავს წავაცლი თავს აი ხო გეუნები რა აი ვინც ვარჩოს ჩემთან ერთად და ვინც თუნდაც მეჩი დავება მე სპარინგება იცის ჩემი ფიზიკა და მთელი ცხოვრება რო ნაშრომი და ნაწვალები ეს ფიზიკა მაქვს რა ფიზიკაც გამოცდილებაც რაღაც ეს ხვეწავ კიდე რაც მაკლია რომ ვისწავლო რაღაცეები კიდე და ხმერც მადლობა კიდე რომ მივდივარ ესე რა ჯამთელი ვარ რაც თავარია და გეგმა მაქვს 50 მოგება და დავამთავრებ კარიერას და მივხედავ ახალ თაობას რა ჩემ გამოცდილებას გადავცე ახალ თაობას და დღესაც ვასწავლი მაგრამ ესე არა ოფიციალურად დარბაზში ჩემთან ერთად ვინც ვარჩოს ვცდილობ რომ რაღაცა შევუსწრო რაღაცა შემისწრო რომ გავიზარდოთ რა არ არის ახლა იმის საშუალება რომ იარო ტაილანდში იქ და ყველა არის გაჭირებიდან რავი დალხინებული ცხოვრებიდან მოვიდეს კაცი და ცხერი გაიტეხოს და თავში ირთხას ეგეთი კაცი რავი არ მინახია მე და ყველა მოდის იმის იმედით რომ რაღაცას იშოვის ცხოვრებაში და მით უმეტეს ეს სოციალური ქსელები უკვე ის აკეთებენ რომ აგერ ბიჭები რო ჩანან ის UFC-ს რო ამან ამდენია იყო იმან იმდენია იყო უკვე მოქმედებს ეს და მშობლები ცდილობენ რომ სპორტში ჩართონ ახალგაზრდობა რა თავიანთი და წამოვიდა დიდი თაობა უბრალოდ როგორი თაობაა იცი რაღაცა წინაღობას ვერ ნახულობენ ყურებს ყრიან რა არ აქვთ იმის აი მიზანი და ის რომ ბოლომ არიან ერთეულების და მაგარი ბიჭებიც მაგრამ მე უმეტესობა მაინც თუ ნახარო ვერ კაჭავს ანებებს თავს რა ჩვენი აქ ყოფნა თითოეული მათგანისთვის ბედნიერება ხა მეც რო პატარა ვიყავი და ვიღაცა სპორტსმენს ნახავდი ვისაც უყურებდი ხო და ნახავდი რას ლაპარაკობა ესე ჩვენ ხა მე კიდე სხვანაირ თაობა ვიყავი ამდენს ვერ გავბედავდი ვიღაცის მიმართ რა განაუზელობდა იმის ისედაც მორიდებული არც ვიყავ ისეთი ბავშვი მაგრამ ზოგადად ცოტა ძველი თაობა 90-იანებისა და ის ცოტა მორიდებული იყო უფროსის მიმართ რა ეს თაობა კიდე ცოტა სხვანაირია რა სხვანაირი მენტალიტეტი აქვს სხვანაირად ფიქრობენ და ამაყები არიან ეს ყველა ვარჯიშზე იგზნობა რომ ყველა თვალებს შემოგციცინებს რომ რაღაცა ან გაუსწორო ან რაღაცა უთხრა ხო ხდები და შენც ქსიამოვნებს რა ადამიანი რომ შენს კვალზე მოდის და შენ ნაბიჯებს უყურეს ბევრია რომ აი მწერს რა სჭამ როგორ სვავ რას აკეთებ რა ვიტამინებს იღებ ვარჯიშზე როგორ ახარ თუ შეიძლება რომ გევარჯიშო და შენს ბედნიერი ხარ და აუ ღმერთს მადლობა რომ ერთი ადამიანი მაინც ჩემს გამო ქუჩას მოშორდა და დარბაზში მოვიდა რა მე რო ვარ სხვა როა და მაგიტომ მინდა რომ აი აქ ვიყო რომ ყველა შეეძვეს ეხა არა ვარ მე ქუჩაშიც ხვდებიან აუ ძმა შენ აქ ახარ ან ლილოში რო გავალ ან რატო არ უნდა იყო ჩაოლობი ქართველი ვარ მოქალაქე ვარ რომელიც ცხოვრობ ფაქ და რატო არ უნდა შემხვდეს თუნდაც ლილოში თუნდაც სადღაცას ხო ვერ წარმოუდგენია და მე პირიქით მირჩევნია რომ აი აქ ვიყო აი ესე თუნდაც დარბაზში შრომა რაღაცა მუშაობა ის ყველას გარშემო ვიყო რა შეძლებს დაგვარება ამაყი ხარ მე შენს რომ ეს ახალი თაობა ეს ბავშვები რომ შემოგციცინებენ აი რაღაცა უთხრა რაღაცა შეუსწორო რაღაცა ასწავლო და ჩემთვისაც мотиваცია და აი ამ ბავშვებისთვისაც მაგიტო ვიძახდი წამამაც რომ აი ამ ბავშვებს მინდა რომ დავანახო რომ აქ იყვნენ არ არის აუცილებელი რომ წახვიდე უცხოეთში რომ აქ იყო აქედან გააკეთო ის შედეგი რაც წვერვალზე აგიყვანს რა და ვცდილობ რომ ესე გავაკეთო ხო აი იყო უკვე ამდენი ნაბიჯი გადაიდგა დანავაიცის კონტენტერებზე და
ნუ სამწუხაროდ ვერ გავამართლეთ რაღაცა მიზეზების გამო, რომ ვერ სამაიჩხუბა ჩვენმა და ვერ მოხდა, ვერ გადალახეს რა. უკვე მიეცათ ადამიანებს იმის შეგრძნება, რომ აი თუნდაც GFC რო არსებობს, რომ აი GFC ჩემპიონი რო გახდები, არის იმის შესაძლებლობა დანავაჭ კონდენერებში მოხდე. და ეს უკვე ბედნიერებაა, შენ სახლში ცხოვრობ, შენ დარბაზში ვარჩევ და ჩხუბობ იმ ლიგაში, სადაც შეიძლება იქიდან ისეთი ნახტომი გააკეთო, რომ დანავაჭ კონდენერებში მოხდე რა. და ეს არის საფუძველი რა, ნელა-ნელა, რომელიც ახალ თაობაზე ყარდება იმედები რა, აგერ ევროპაზე სამოყვარულო იყო და ამდენი медаლი გააკეთეს, აგერ უკვე მსოფლიო 3 წელი ზედიზედ უნდა ჩატარდეს ჩვენთან და ეს ერთი დღის შრომა არ არის, ეს წლების შრომა, რომელიც გიორგი დევს და გიორგი წვალოს ამ ყველაფერს და გიორგის უკან კიდე ჩვენ ვართ, რომელიც აი ამ შედეგს ვდეებთ რა. პერსპექტივა ძალიან დიდი გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი წინაპრებიდან გამომდინარე, ხა ეს ყველა მიცის და ყველას დაზეპირებულია, რომ წინაპრები ბრძოლობდნენ და ჩვენც ეს სისხლი გვაქვს და ეს ჟინი გვაქვს, მაგრამ საქმე რაშია რა? ზოგადად ვიბძვით გადარჩენისთვის ჩვენ რა. ეხლა მეც ეხლა სოფლელი ვარ და ჩემს გარშემო ხა ცოტა ისეთი ვინც არის, ვინც რაღაცას აკეთებს, ყველა არის რაიონიდან რა. ვისაც შია, ვისაც წყურია, ვინც რაღაც წეგანს გეუბნები ახლა ვისაც აქვს ხო ის თავს არ გაიწვალებს, რატო მოირტყას ცხვირში, რატო მოირტყას თავში. ის ურჩევნია წავიდეს ივარჯიშოს ფიტნესში, კუნთი დაიყენოს, გოგოს შეხედავს მოეწონება, ჩვენ სხვა მიზანი გვაქვს. ვისაც შია, ვისაც წყურია, რომ რაღაცა შექმნა იმისთვის, რომ რაც შენ იწვალე, შენ შვილმა, შენს ოჯახმა, შენს გარშემო ხალხმა არ იწვალოს ის. ამისთვის ეწვალები შენ. აგერ გიორგიო ამას რამოდენიმე წელია მართლა რაც განვითარდა იქიდან გამომდინარე, რომ ამ შრომას ჩვენ ვდევთ და მე სოციალური ქსელები უკვე დაიწყო ამაზე. აქამდე თუ არავინ არ ლაპარაკობდა, აქამდე უკვე ლაპარაკობენ MMA-ზე, სპორტზე, ზოგადად და აი ამ ყველაფერმა უკვე წარმოაჩინა ისე, რომ სპორტში შეგიძლია ჩადო შენი ცხოვრება და იშოვო დიდი ფული რა. ეს სოციალური ქსელები აკეთებს უკვე ამ ყველაფერს, ეს მიაქვს სმენელამდე და მაყურებელამდე რა, იმიტომ რომ ყველა დღეს 98% ყველა ტელეფონშია. და იქიდან გამომდინარე უკვე ინტერესის მანდედან მოდის, რომ თორე ნებისმიერ რო გააჩერე ხა ქუჩაში არ იციან MMA და ყველა გეუბნება UFC-ზე ვარჯიშობ. უბრალოდ ზედაპირულად რასაც ხედავენ ამ სოციალურ ქსელში და იმაში ყველას გონია ეგრე, ვიღაცა რო სიტყვაზე აიღებს 100.000, გონია რომ შენც მაგდენს იღებ. ვიღაცა რო მილიონს აიღებს, გონია რომ შენც მაგდენს იღებ, მაგრამ რეალურად ეგრე არ არის. იქამდე მანდა მიხვალო, იმდენი გზა გინდა და ეს მილიონები და ის უკვე სხვა დონეა. და გიორგის ფედერაცია რო აქვს აღიარებულია უკვე სამინისტროსგან და ფინანსება ის ცდილობს რომ რეგიონებში იაროს და დარბაზები გახსნას და რეგიონებში იპოვოს ისევ ის ახალი თაობა რა. ნუ ჩვენ დარბაზშიც აგერ წეგან 5 საათიანი ვარჯიში იყოს 60 ბავშვი იყოს. 60 ბავშვი. აქედან ახლა ყველა ჩემპიონი ვერ გახდება ამას, ნუ რა უნდა დაიჯერეს, რაც სადაც არ უნდა ივარჯიშო. შეიძლება ერთი გახდეს, მაგრამ ბევრ ამის სწავლობენ, ადამიანობას სწავლობენ, დისციპლინას სწავლობენ და პატივისცემას სწავლობენ, რაც თავარია და მეგობრობას სწავლობენ. რეგიონებში ეს ხსნის დარბაზებს, აქ თუ აქ რამე შესაძლებლობა სამინისტროდან გრუშებს, რაღაცებს, მეშოკებს, ტატამებს, აძლევს ის და წამოვა ეს საქართველოს ჩემპიონატი ტარდება, ის სამოყვარულო ლიგა კიდევ ისტარდება და აი შეჯიბრამდე ხა ეხმარები ხოლმე რეფერი ვარ თან და თითოეული მათგანი მახსოვს რა, ეს სახელი და გვარი შეიძლება არ ვიცოდი, მაგრამ ყველას ბძოლა ვიცი უკვე. ჩემ ხელში იზრდებიან ესენი რა, თითქმის რავი, აი სურეფერი ვარ რა. და ყველა ვიცი ვინ რას აკეთებს და ვის რა შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ბძოლიდან ბძოლაზე ისე ვითარდებიან უკვე, ერთმანეთს ანვითარებენ, აი თვითონ ქართველები რა, რომ სხვაგან საქართველოს ჩემპიონატი აიღე, ისე აიღე, რომ რა ხან მეც გაოცებული ვარ ხოლმე საიდან ამდენი, მაგრამ შეგვიძლია.
და რა არის იცი გულდასაწყვეტია უბრალოდ რომ ყველას უნდა რომ აი წარმატებული სპორტსმენს დაუდგეს გვერდში. ყველას გაუმარჯოს, მაგრამ წარმატებულ სპორტსმენს აღარ უნდა შენი გვერდში დგომა რა, იმიტომ რომ ის სადაც უკვე წარმატებულია, იმდენს იღებს უკვე საკმარისს იღებს იმას, რომ თუნდაც სახლი იყიდოს, თუნდაც მანქანა იყიდოს, თუნდაც ეხა კაცი რომ სიტყვაზე ვიძახი მილიონს აიღებ რაღაცაში და 2 მილიონს აიღებ, ხო? ის შენ ხა 30 კვადრატ სახლს აჩუქებ თუ არ აჩუქებ, იმისთვის სულ არ აქვს მნიშვნელობა. სულ მაგას მოდი ის 30 კვადრატის სხვას მიეცი, ვისაც უჭირს, გაიგე? რომ ის წამოვიდეს წინ. რომ ის რო წამოვა, ის ბედნიერი იქნება მე და ისიც ანალოგიურს გააკეთებს, ისიც რო კარგად იქნება მე ვიღაცას დაეხმარება. გზა რო გაუადვილო. ხო, გზა ეგრე ეხა მე როცა მიჭირდა და როცა ისე ვიყავ, მაშინ რომ ვიღაცა მიდგებოდა გვერდში, ვიღაცა რაღაცას მაძლევდა, ვიღაცა კეთებს ყიდულობდა, ვიღაც იმას როგორ დავივიწყებ, ხო? ეხლა მე პირიქით ყველას მადლობას ვეუბნები, ვიღაცამ რაღაცა მომწე, ეხლა სიტყვაზე ვიძახ, ხო, ბოტასი რომ მომწეს, ხო, არ მინდა, იმიტომ მაქვს იმის შესაძლებლობა რომ ვიყიდო ბოტასი. მაგრამ ჩემნაირად რამდენია ვისაც უჭირდა. და მოდი იმას დავეხმაროთ. რომ ის წამოვიდეს, ის შეიძლება ხვალდაზე ისეთი გახდეს, ჩემზე ძლიერი იყოს და ბევრზე ძლიერი იყოს. არის ეგეთი ბიჭები, ვინც მართლა იმენ აი რეგიონებიდან და იქიდან აირჩევა ისეთი ბიჭები, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში რო აჩხუბო, ყველას გააოცებენ, იმიტომ ისეთი უნარები და ისა აქვთ რა. უბრალოდ იმ ადამიანებს სჭირდებათ ფინანსურად, ეს ხო ყველაფერი ფინანსებზე გადის, ფინანსურად გვერდში დგომა, დარბაზები, შესაძლებლობა დარბაზში რომ რაღაცა ელემენტარული ქონდეთ რა. და ბევრია ჩვენს ქვეყანაში ისეთი, ვისაც შეუძლია რომ დაეხმაროს ამ ადამიანს რა. მაგრამ რატომღაც ყველას უნდა რომ წარმატებული სპორტსმენის ხარდაჭერი იყოს, რომ რეკლამა გაიკეთოს ამისა რა. მქონია ჩვენც ეგეთი შემთხვევა და არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, რომ ტყუილა ხარჯავ ფულს, თქვენგან ფულს ვერ ვიღებო და წლების უკან და ეგ არის რა, იმიტომ გულდასაწყვეტია მე უბრალოდ, მეტი არაფერი. იმ დღესაც აღვნიშნე მეუღლეს ვეუბნები, უკვე ხალხმა დაიწყო გამოხატვა ემოციის რა. ბევრი იყო რომ მიყურებდა ესე აი ხო გაქვს ის შეგრძნება რომ ვიღაცა გიყურებს და ლაპარაკობს შენზე რა და ეხა დღეს აი მაგალითად ყველა შეუძლია უკვე გამოხატოს ხო ასე რაული არ ხარ მოვა ჩაგეხუტება გაიგე და სიამოვნებს ეხა ადამიანი ეხა წეგანაც გასული ვიყავი და ნახა კაცმა ბიცნო გადამკოცნა წარმატება მისურვა ვლაპარაკობდით უკვე სიამოვნებს სულ უცხო ადამიანი რომ უკვე გიყურებს ერთხელ მაინც აქ შენიშხოვინა ნახი და სასიამოვნოა და ვერ წარმოიდგენენ უბრალოდ რომ მე შეიძლება სადღაცას ვიყო წეგანაც ხო ვიძახდი აი ლილოში მაგალითად ეხა რატო აი რატო არ ვიყო იქ მაგალითად და რავი ეს ჩემამდე არ დადის რა სადმე რო ვარ ან მანქანაზე რაღაცა მინდა ის ყველას გონია რომ მაინც და მაინც აი ცენტრში უნდა ვიყო მაინც და მაინც სადღაცას უნდა ვიყო ან ვიღაცას რაღაცა უნდა გავატანო რომ იმან არა რატო მე შემიძლია რაღაცები გავაკეთო რაღაცა ვერ წარმოუდგენიათ უბრალოდ და ეგ მიკვირს უბრალოდ ჩემში რომ რატო არ წარმოედგინათ რომ მე აქ ვიყო და უბრალოდ პირველი ხალხის რეაქცია ის არის ხოლმე რომ ესეთი პატარა ხარ ტელევიზორში ყველას გონი ვარ დიდი ძალიან რა და ყველა რო შემხედავს რომ მიყურებს და სახით მომგვანეს მაგრამ ტანით ვერ მომგვანეს თან ისე მოცვია რომ არც კუნთები არ მეტყობა არც არ მიყვარს ესე რა რაღაცე ისა და ესეთი პატარა ხარ და მეთქი რავი ესა ვარ და ის არის რა თან მეღიმება თან სიამოვნებს უკვე ამდენი ხალხი რა მანქანაში ხარ რომ გამოდივარ ყველა გამარჯობა სიგნალები და სასიამოვნოა რა ბევრგან აი როგორ არის ხან მისულა რაღაცა კარტოფილი მიყიდია რაღაცა და ხან არ გამოურთმევიათ ფული და თან მერიდება თან სასიამოვნოა რომ აი კაც უნდა რომ რაღაცის პატივი იქცეს და მეც სიამოვნებს რა ესეთი ის რა დამოკიდებულება და ასმაგათ ამაყივა რომ აი მithumetes ჩემზე უფროსი ადამიანებმა მისტოლა ხალხი რომ ესე აი მოწიწებით გელაპარაკებიან და პატივს ხცენენ და ღმერთს მადლობა რა ამისთვის რა ჩემთვის ბედნიერებაა რა